პატარებო, მინდა გიამბოთ ნამდვილი ამბავი პანდასა და კოალას შესახებ. ერთ ლამაზ დილით ტყეში მისეირნობდა ორი მეგობარი. ბუდეზე მოწყენილი ჩიტი იჯდა, მას მხოლოდ ერთი ბარტყი ჰყავდა, მეორე კი დაიკარგა. მზით განათებულ ტყეში, სადაც პეპლები დაფრინავდნენ და ყველაფერი ლამაზად ბრწყინავდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა პანდა და კოალა. პანდამ შენიშნა ჩიტი ხეზე და კოალას უთხრა: მოდი ვკითხოთ, რატომ არის ასე სევდიანი? ჩიტმა მათ უამბო ამბავი, რომ ბარტყი დაჰკარგვოდა. პანდამ და კოალამ კი დახმარება შესთავაზეს. ჩვენ ვიპოვით და დაგიბრუნებთ ბარტყსო. გაუდგნენ გზას და წინ კურდღელი შემოხვდათ. მას უამბეს თავიანთი გასაჭირი, მაგრამ კურდღელმა არა იცოდა რა, ამიტომაც შესთავაზა მათთან ერთად წასვლა საძებნელად. გაუდგა სამი მეგობარი გზას და შემოხვდათ მელა. მელასაც უამბეს თავის ამბავი, მელამაც არა იცოდა რა და მანაც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღო ძებნაში. ამჯერად 4 მეგობარი გაუდგა გზას და შემოხვდათ ზღარბი. ზღარბი ვაშლის ხესთან იდგა და ვაშლს შეექცეოდა. მასაც უამბეს თავისი გასაჭირი და ზღარბმაც არა იცოდა რა. ამიტომაც მანაც გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღო გადარჩენის ოპერაციაში. ამჯერად 5 მეგობარი გაუყვა გზას და ხეზე შემომჯდარი ბუდა ინახა. ბუ ბრძენი იყო და ივარაუდა, ვინ წაიყვანდა პატარა ბარტყს. ყვავი იქნებოდა, უთუოდ თქვა მან. ბუ წინ გაუდგა და სწორედ იმ ხესთან მიიყვანა, სადაც ყვავი სახლობდა. ყველამ ერთად დაუძახეს და მოსთხოვეს დაებრუნებინა ბარტყი, თორემ შავ დღეს დააყენებდნენ. ყვავით იძულებული გახდა და ბარტყი თავის კლანჭებიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ გახარებულმა ტყის საძმომ ბარტყი დედას დაუბრუნა. დედა კი გახარებული ეხუტებოდა ბარტყს. პატარებო, ყოველთვის გახსოვდეთ, გვერდში დგომა და დახმარება გაჭირვებულისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე და სულიერი ნეტარებაა.